Hypersonic-ის პირველი დონის მოტოციკლიდან Hypersonic-ის მილიონი დონის მოტოციკლამდე. Hypersonic ძალიან დაბალი დონის მოტოციკლი აქვს და წააგო რბოლა Hypershin Sonic-თან. და მოგვიწევთ ჩვენი Hypersonic-ის მოტოციკლის დონის ამაღლება ყველაზე მაღალ დონემდე. შეუძლებთ თუ არა ჰიპერბოლის მოგებას და მსოფლიოს გადარჩენას. წავედით! კარგი. ყველას მოგესალმებით ლეგენდარულ ჰიპერბოლაზე. დღეს ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი ჯილდო, $1 მილიონი. და თქვენ ყველას გქონდათ დრო, რომ თქვენი ჰიპერმოტოციკლები მაქსიმალურ დონეზე აგეყვანათ გამარჯვებისთვის. მაშასე წარმოადგინეთ თავი და თქვენი მოტოციკლები და მათი დონე. მე მძიმედ ვიმუშავე, რომ ჩემი მონები ჩემთვის ემუშავათ. და მე მაქვს მოტოციკლი, რომლის დონეც არის 999,000. დიახ, თითქმის მილიონი. კარგი, მე გამოვიყენე ქაოსის მთელი ძალა, რაც ჩემს ხელთ იყო, მე Hyper Shadow და მე მაქვს მოტოციკლი 100,000 დონის. სულაც არ არის სუდი მეგობრებო. მე ჰაიპერნაკოზმა ავაშენე მოტოციკლი, რომელიც სავსეა ძალითა და ძლიერებით, როგორც მე 10,000 დონის. Განჯება ძნელია ბიჭებო, მაგრამ მე Hyper-Rain მაქვს ისეთი მოტოციკლი, რომელიც 1000 დონისაა. დიახ, ის მზადა ყველაფრისთვის. კარგი, მე Hyper Pales-მა შევძელი და ავაწყე მოტოციკლი 100 დონის. მგონია რომ ეს საკმარისია სიმართლე რომ თქვა. და მე Hyper Leon-მა გავაკეთე მოტოციკლი მე-10 დონის Sonic-ის პატივსაცემად, იმით რომ ის ჩემი გმირია ძალიან უჯერ მხარს და ყველაფერში მისგან ვიღებ მაგალითს. და კარგი, შემდეგ ვარ მე Hyper Sonic-ი, რომელიც, ღმერთო ჩემო, მაქვს ჰიპერმოტო პირველი დონის. ვერც კი ვჭამე, რადგან დრო არ მქონდა. დაუკავებული ვიყავი ხალხის გადარჩენით, ამიტომ ვერ ვიპოვე ნაწილები. მომიწია მოტოციკლის აღება ნაგვის 5-დან. დავამატე ის, რაც პირველად ვიპოვე და დიახ, გაჩუმდი უკვე, არ მაინტერესებს რას ამბობ. ასე რომ ყველას წარდგენის შემდეგ დადგა დრო, რომ რბოლა დავიწყოთ. 3, 2, 1. წინ წავიდეთ $1,000,000-სკენ. ნახვამდის ლუზერებო, ჩემი 999,000 დონის მოტოციკლი ძალიან სწრაფია. დიახ. მას აქვს ხტომის მოწყობილობები და შემიძლია ყველაფერი გავაკეთო მასთან ერთად. უბრალოდ შეხედეთ რა საოცარი სიჩქარე აქვს. დიახ, მე საოცარი ვარ და ამ რბოლას აუცილებლად მოვიგებ. დიახ. ჰეი, სადგონია რომ მიდიხარ შინ Sonic, Hyper Shadow-ს ჰიპერმოტო სცენაზეა. და არ ვაპირებ მოგცე მოგების შანსი ისეთ სულელურ მონსტრს, როგორიც შენ ხარ. ბოლომდე დავაჭერ გას და აუცილებლად დაგამარცხებ. ასე რომ სცადე რაც გინდა, მაინც ვერ მომიგებ. თუნდაც შენს მოტოციკლეთს მეტი დონე კონდეს, მაინც შენზე ვარ მოსული. დიახ. და ერთი წუთით თქვენ არ დაგავიცნეთ ჰიპერნაკოზი თავისი 10,000-იანი დონის მოტოციკლეტი. ეს ძალიან ძლიერი მოტოციკლეტია, რომელსაც დიდი რაღაცების გაკეთება შეუძლია. ასე რომ მუდამ მივიწყებთ, თორემ ამის საფასურს გადაიხდით. ჰიპერნაკოზი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ძლიერი ყველასგანაა. დიახ. ჰეი, სულელებო, სად გონიათ რომ მიდიხარ ჩემს გარეშე? Hyper-Rain-ი, დიახ. ჩემი საოცარი მოტოციკლი 1000-იან დონეზეა და ძალიან ძლიერია. მას აქვს სპოილერები, აქვს ყველაფერი, რაც ნებისმიერ მოტოციკლს სჭირდება. და მართლადობას თითქმის სრულყოფილია. ასე რომ უმჯობესია ნუ დამატმინეთ, სადგან მოვედი რომ მოგიგოთ. დიახ. ჰეი, ერთი წუთი დაგამივიწყოთ მე Hyper Tails-ი. ამ მოტოციკლი ძალიან შორს მივასწრებ და ყველა ამას ნახავთ. შეიძლება ისეთი სწრაფი და მაღალი დონის არ იყოს როგორც თქვენიები, მაგრამ მას ძალიან მაგარი რაღაცები დავამატე. და ამ რაღაცები დავამტკიცებ, რომ მეც მონაწილეობ ამ რბოლაში. წინ 100 დონის მოტო. წავიდეთ და ყველას ვაჩვენოთ. ერთი წუთით, ნუ დამივიწყებთ. მე Hyper Leon-ი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კერპი Sonic-ისთვის. ეს მოტოციკლი მის პატივსაცემადაა, ამიტომაც მოვედი საბრძოლველად და გასამარჯებლად. ის მხოლოდ მე-10 დონისაა, რადგან ეს ტურბოები მხოლოდ დეკორატიულია, არც კი მუშაობენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ცუდი მოტოციკლია. და მე ყველგან მასთან ერთად მივდივარ, რადგან ეს ჩემი გმირის Sonic-ის მოტოციკლია. ასე რომ წავედით, არ დავნებდები და ამ რბოლას Sonic-ისთვის მოვიგებ. ერთი წუთით, მოტოციკლზე ასმოც ვერ მოვასწარი. წავედით. ძლივს კოქავს ჯანდაბა. მიდი. როგორც ჩანს უკვე მუშაობს. წავედით.
როგორც ჩანს, ნებისმიერ წამს შეიძლება გაფუჭდეს. წარმოიდგინე, ჭამაზე უარი თქვი, რომ ხალხი გადამერჩინა და მოტოციკლი გამეკეთებინა და ბოლოს არც კი მეყოდრო, რომ კარგი მოტოციკლი გამეკეთებინა, მხოლოდ პირველი დონისაა. მაგრამ მაინც მე ვარ ჰიპერსონიკი და ვერ დავნებდები. სულ ერთია, ყველაზე ცუდი მოტოციკლის რომ მყავდეს. მაქსიმალურად დავაჩქარებ და ვეცდები ეს რბოლა მოვიგო. აი მივდივარ. წავედით. ყურადღება მონაწილეებო, მიუახლოვდით ფინიშის ხაზს. უკვე გვყავს გამარჯვებული. რა, მაგრამ რბოლა ხომ ახლახან დაიწყო, ჯერ ნახევარიც არ გამივლია ჯანდაბა. ვნახოთ ვინ მოიგო. კარგი, უკვე მივდივარ. холод იმედი მაქვს რომ ჰიპერშინსონიკმა არ მოიგო. აი როგორ არა, სწორედ ის უნდა ყოფილიყო. მობძანდით და იხილეთ რბოლისა და $1,000,000 ახალი დიდი გამარჯვებული. ჰიპერშინსონიკი, გილოცავ. დიახ, ეს $1,000,000 მთლიანად ჩემი იქნება და შესანიშნავად გამომადგება იარაღების საყიდლად და მთელი მსოფლიოს დასამონედლად. რა? არა, ამას ვერ დაუშვებთ. დიახ, ეხლა იწყება ეპოქა, სადაც ამ ფულით ყველაფერს მე ვმართავ და მსოფლიო ჩემი იქნება და არა, გაჩერდი, ამას ვერ დაუშვებ. გიწევ რბოლაში, ერთ-ერთზე და ვინც მოიგებს, ფული მას დარჩება. მართლა შენ გინდა გამომიწვიო იმ მოტოციკლით, რომელიც თითქმის არ მოძრაობს. იცი რას გეტყვი? ვიღებ შენს გამოწევას, მაგრამ ერთი პირობით. რბოლა ხვალ ამავე დროს იქნება და ეს სასიკვდილო რბოლა, ვინც წააგებს, მოკვდება. რა თქმა უნდა, გონია რომ შენი მეშინია. რა თქმა უნდა არა, ღმერთო ჩემო, მგონი სერიოზულად ჩავფლავდი. ამ პირველი დონის მოტოციკლით მას ვერასდროს მოუგებ და ვიღუპე. სონი, ის რაც გააკეთე რომ შინ Sonic.exe ეს ბრძოლაში გამოიწვიეს, საოცარია. ასეთი რაღაცების გამო გცემ პატივს, ამიტომ მინდა ჩემი მე-10 დონის მოტოციკლი შემოგთავაზო, რომ მისი ნაწილები გამოიყენო და შენი მოტოციკლი გაუმჯობესო რბოლისთვის. მართლა ამბობ ამას ჩემთვის გააკეთებ, რომ შეძლო მისი დამარცხება. დიახ, არა მხოლოდ ის, ჩვენს დაგეხმარებით შენი მოტოციკლის დონის ამაღლებაში. თუ შელეცდებით და Sonic-ს მოტოციკლის გაუმჯობესებაში დალეხმარებით, შენძლიათ იმ რბოლის მოგებად და მსოფლიოს გადარჩენას. შენს მოტოციკლს $1,000,000-მდე დონეზე ავიყვანთ. რას ფიქრობ, Sonic? კარგი, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. $1,000,000 დონეზე მოტოციკლი არასდროს არსებობდა, მაგრამ თუ ვინმე შეუძლია ამის გაკეთება, ეს შენ ხარ. ბიჭებო, დიდი მადლობა, თქვენ მომეცით მთელი ის мотиваცია, რაც მჭირდებოდა. ეხლა ორ მოტოციკლს შევაერთებ და მექნება ჩემი ჰიპერსონიკის მე-10 დონის მოტოციკლი. სწრაფად, ამ წუთიდან გაქვს მხოლოდ 30 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გაუმჯობესო ჰიპერსონიკის მოტოციკლი. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას ჰიპერსონიკი, შენს გექნება ისეთი საოცარი მოტოციკლი, როგორიც მას აქვს. ასე რომ, მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო გვეწურება ურება. დიახ, ეს ნამდვილად მე-10 დონის ჰიპერმოტოა და მე დავიბრუნე ჩემი კარგი ფორმა. მოკლედ, Tails, რა სიტყვი, თუ შენი გამოცდებით ჩემს მოტოციკლს მე-100 დონეზე ავიყვანთ. ეხლა ბევრად უფრო სწრაფი ვარ, ასე რომ არ დააგვიანო. იგელოდები, დიახ. კარგი, Tails, აქ ვარ და მინდა ჩემი ჰიპერსონიკის მოტო მე-100 დონეზე ავიყვანო, ასე რომ, რა უნდა გავაკეთოთ? კარგი, Sonic, ეს საკმაოდ მარტივია. Tagizდება ისალო როგორ გაუმჯობესო შენი მართვა ამ საოცარ რამპებზე. და როცა ყველა ამ რამპაზე შენს მოტოციკლეთზე ახვალ მოგიწევს ჩემთან დაპირისპირება გუმბათში. ასე რომ წამოდი, იჩქარე, რადგან მხედავ ძალიან ნელა მიდიხარ. აი ესე ადია რომ ისალო, ზევით გელოდები. დიახ, აი მოვდივარ, ვნახოთ ეს მე-10 დონის მოტოციკლი საკმარისად კარგია თუ არა, რომ ზევით ავიდეს. წავედით. კარგი, გასვაცვები და არა, მგონი ცოტა აჩქარება მჭირდება. ეხლა დრო რომ ზევით ავიდე. წავედით. დიახ. აი აქ ვარ. სუპერ, პირველი ასვა. და ახლა იდეა მაქვს. გვერდიდან ცოტათი მოვალ და სიჩქარეს მოუმატებ, დიახ? არა. ეს უფრო რთულია ვიდრე ჩანს, მაგრამ შემიძლია. წავიდეთ. დიახ. ზადა, კიდევ ერთხელ უნდა ავიდე, ეხლა ტურბოს ჩავრთავ. და ცოტა გადავაჭარბე. უნდა გამოვასწორო ტურბოსა გამოყენებით. და დიახ. ვაუ, დარწმუნებული ვარ, Tails-ი ჩემი თაქმფთოვანებულია. ეხლა ესეც უნდა ავიტანო. წავედით. დიახ. ორმაგი ბრუნვითაც კი. და ცოტა აჩქარებით ახლა უნდა მივიდე დომამდე, რომ დაუპირისპირდე. აქედან ზემოდან ყურება ცოტა თავბრუსხვევას იწვევს, მაგრამ თუ აუჩქარებ, ყველაფერს ვდებ. დიახ.
აქ ვარ, Tails, შენთან მოვდივარ. აი ეს მიიღე. აბა, როგორ მოგეწონა, Tails? ვაუ, ეხლა ის მოდის ჩემზე. ვწდი კარწრეს დავარტყა, რომ კიდევ ერთი დათქმა მივაყენო. აი ეს დათქმა მიიღე. ეხლა ეს დათქმაც მიიღე, დავეშვები. კარგი, მგონი იდეა ისაა, რომ ამ დომიდან გამოვაგდო. თუ გამოვაგდებ, მაშინ დავამარცხებ. შევძლები იდეალურად გავაკეთო. დიახ. ნახე რა ბრუნვაა, რომ დაგარტყა. კარგი, როგორც ჩანს ამ ხვრელიდან ვერ ჩავარდება. ასე რომ ერთ-ერთ კიდესთან უნდა მიუბიძგო. მოდი აქ, Tails. როგორც ჩანს, შენ გინდა ჩამაგდო, მაგრამ მე სარგებლობას პოულობ არეულობაში. და აქედან გამოვდივარ. ახლა აქედან მოვდივარ და გარტყმას გირტყამ. წავერცირყამ, წავედით. ისევ აჩქარებას ვიწყებ. როგორც ჩანს, მოტოციკლი გაეჭედა, ასე რომ მიიღეს და მორჩა. ისევ შიგნით ვარდები, რომ საბოლოო დარტყმა მოგაყენო. წავედით. დიახ. გადაგიმარჯვე, Tails. დიახ. ოჰო, მეც ვარდები. მნიშვნელოვანია, კარგად დავეშვა. დიახ. გამარცხდი, Tails. მგონი ის მეასე დონის მოტოციკლი ახლა მთლიანად ჩემი იქნება. ვაუ, Sonic, აშკარად სხვა მასალისგან ხარ შექმნილი. იმსახურებ, რომ ჩემი მეასე დონის მოტოციკლი შენსაც მისცე და გაუმჯობესო. დიდი მადლობა, მეგობარო. ეხლა ვნახავ, როგორი იქნება ჩემი ჰიპერსონიკ მოტოციკლი მეასე დონეზე. წავედი. ორივეს ვაერთიანებ და დიახ. რა მაგარი ჰიპერსონიკ მოტოციკლია მეასე დონეზე. ეხლა კი 1000-მდე ავიყვან, მაგრამ ამისთვის ემისთან უნდა წავიდე. ასე რომ მადლობა ყველაფრისთვის, მეგობარო Tails. მომეცინება, ეს ტრამბოლინივით გამოვიყენო. დიახ, პირდაპირ ემისთან მივდივარ. ჰო, როგორც ჩანს, საბოლოოდ ემის გამოცდამდე მივედი და ცოტა თავბრუსხვევას იწევს. ხო, Sonic, თუ ვინდა შენი ჰიპერმოტო 1000-მდე აიყვანო, საკმაოდ გაგიკირდება. პირველ რიგში მოვიდეს 2 სასიკვდილო რამპა გადავახვა და როცა მათ გადავახავ, შემდეგ უნდა შეეკიდო მოლიპულ ყინურის რამპებს. თუ ყველაფერს გადავახავ, დამტკიცებ, რომ 1000-იანი დონის მოტოს ღირსი ხარ. მაშ, წავედით, მეტი სალაპარაკო არაფერია, ძრავებს ვრთავ და სრული ძალით მივდივარ. წამო, ეგ სულელური რამპები საერთოდ არ მაშინებს, Amy. ჯერ ერთი აქედან საკმაოდ მარტივად გავდივარ. და მეორე, იმიტომ რომ ჰიპერსონიკი ვარ და მეასე დონის მოტოციკლი მაქვს. წამო, იდეალური დაშვება და სრული ძალით მივდივარ. დიახ, ტრიალდები. აი ასე უნდა გაკეთდეს. და იდეალური დაშვება. ახლა ყველაფერს დებ საქმეში. საკმაოდ სწრაფად. თელ ბრბოს გავდივარ. მოემზადე ახლა, რადგან ამ შემდეგ რამპას ძალიან მარტივად ავიღებ. დიახ. ეხლა სრული ძალით მივდივარ. კარგი, ნახტომია. და შემდეგი რამპა. წავედით ამ ხადით. ამ ხარეს დავეცემი ზუსტად ასე. და ვიწყებ აჩქარებას, რომ მოსახვევი იდეალურად ავიღო. დიახ, მოიცადე რომ არ გავიდე. იდეალური დაშვება, ასე კეთდება საქმეები, Amy. და ბოლოს მივდივარ პლატფორმაზე, რომ შევეჭიდო ყინულის რამპებს. გავფრთხილებ, რომ ეს შემთვის ადვილი იქნება, რადგან მე ჰიპერსონიკი ვარ. წავედით. კარგი, ზოგიერთი უფრო რთულია, ვიდრე მეგონა, მაგრამ ყველაფერს უმკლავდები. საკმაოდ სრიალებ და ცოტა კონტროლს კარგავ მოტოციკლზე, მაგრამ კარგად გამომივა. წავედით, ზუსტად ასე. დიახ, კიდევ ერთი აქ. აჩქარება ზუსტად საჭირო დროს. თითქმის დავეცი. და აქაც, წავედით, ზუსტად ასე. დიახ. მოტოციკლი გაიჭედა, მაგრამ გამოვიყვან. დავაგრძელებ წინ. არა, ტურბოს გამოვიყენებ. არ დავეცემი, Amy. აქედან დავსრიალდები. ისევ დავბრუნდები ყინულის ტრასაზე. დიახ, ეს რთული ტრასაოა. კონტროლი საკმაოდ ადვილად იკარგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ჰიპერსონიკი არ ვარ და მზად ვარ ყველაფერი გავიღო, რომ მივახციო მილიონი დონის მოტოციკლამდე. თუნდაც შეუძლებლად ჩანდეს. თუ ვინმე შეუძლია გადაარჩინოს მსოფლიო იმ საშინელი მონსტრისგან, ცხადია ეს მე ვარ და არ დავნებდები. ვაუ, წავედით. კიდევ ერთი აქ. აქედან დავსრიალდები. აქედანაც ვაჩქარებ. და ასე ვახერხებ ამას. მოემზადე, Amy, იმ 1000 დონიანი მოტოციკლი მთლიანად ჩემი იქნება. ასეა. დიახ. ხო, დავიმსახურე თუ არა?
სონიკ, ეს მართლაც საოცარი იყო, ძალიან ვამაყობ შენით და უდავოდ დაიმსახურე. 1000 დონიანი მოტოციკლი მთლიანად შენია. გმადლობ ძირფასო, აი მივდივარ. დროა შევაერთო ისინი. და მქონდეს ჩემი 1000 დონიანი ჰიპერსონიკ მოტოციკლი. ო, დიახ. ნახე, რა მაგარი 1000 დონიანი მოტოციკლია. და ეხლა ნებართვით ძირფასო ეიმი, მივდივარ ჩემს მეგობარ ნაკლსთან. ვნახოთ, რა გამოცდა მომიმზადა. იმიტომ რომ მე მას ძალიან იოლად დავძლევ. ჰო, უკვე აქ ვარ. და როგორც ჩანს, ნაკლზმა რაღაც საოცარი მოამზადა, რომ 10000-იან დონეზე ავიდეს. ზუსტად ასეა, სონიკ. კეთილი იყო შენი მობრძანება ნაკლზის ბიტ ტრასაზე, სადაც შენს მოტოციკლს 10000-იან დონეზე აიღვან. ჩვენ საუბრობთ ყველაზე რთულ მოტოციკლის ტრასაზე, რაც კი ოდესმე გამოგონებულა. მგონია, რომ შეძლებ მის გადალახვას. თუ მოახერხებ, ჩემი 10000-იანი დონის მოტოციკლი მთლიანად შენი იქნება. შენი ეჭვი მაწყენინებს ნაკლს. აქამდე არ მოვსულ ვარ, რომ ახლა დავთმო. ამ რბოლას აუცილებლად მოვიგებ და სამყაროს გადავარჩენ. ამისთვის კი მილიონიანი დონის მოტოციკლი მჭირდება. ასე რომ მივდივარ. პირველ რიგში ეს ბურგერები, რომლებსაც მარტივად გადავლახავ. ეხლა ფრთხილად, არ შემიძლია მოტოციკლი ცეცხლში დავწვა, თორემ გაფუჭდება და ყველაფერს დავკარგავ. ძალიან ფრთხილად უნდა მოუვარო კიდეებზე. აი ასე, დიახ, ზუსტად ასე. იდეალურია. და მეორე მხარეს. უი, არ დაიწვას. არა, ეხლა აქედან. უკუსლით. დიახ, გამომივიდა. შესანიშნავია. ასე ძალიან კარგად მივდივარ. ახლა აქედან ავალ. საკმაოდ კარგად. როგორ ეთყობა, რომ ეს მოტოციკლი 1000-იანი დონისაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩანს თითქოს წყალში ჩავარდები, ისევ ტრასაზე ვბრუნდები ასე. ტურბოს ვიყენებ. თუმცა ვეღარ ჩავარდები, თორემ ტურბოს დავხარჯავ. აი. ფრთხილად. ახლა აქედან ტრიალდები, რაღაც ასე. წავედით. მგონი ჯობია ზურგით. კარგად დააკვირდი იმ ტრიუკებს, რასაც ვიგონებ ნაკლს. ამ გზით მარტივად შევძლებ ამას. ასე რომ წავედით. აქედან ცოტა ავიჩქარებ და ფინიშამდე მივალ. დიახ, ეხლა ვნახოთ. უცნაური რამპა მელოდება. ამაზე ავალ, მაგრამ არა ძალიან დიდი სიჩქარით, იმიტომ რომ თუ გადავაჭარბებ, წყალში ჩავარდები და მოტოს დავკარგავ. კარგი, შევალ მილში და აქედან ფრთხილად ავალ. ცოტა ტურბოს გამოვიყენებ, მაგრამ ზედმეც არ გამოვიყენებ, რადგან ვერ დავხარჯავ. წავედით აქედან. შესანიშნავია, ისევ აქედან ავდივარ. დაუჯერებელია. ეხლა ეს სულელი კილები ვეღარ შემანელებენ და ვეღარ გამაჩერებენ. წავედით. შემდეგ მილში გადავდივარ. აქ სიჩქარეს ვერ დავკარგავ, თორემ წყალში ჩავარდები და ჩემი მოტოციკლი არ უნდა გაფუჭდეს. ასე რომ ამ გზას გავყვები. ადვილად. აი ისიც. ცოტა ტურბოთი ყველაფერი მოგვარდება. ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მხარეს გავყვე და მერე მეორე მხარეს გადავიდე. და ზუსტად აქ. კარგი, ძალიან კარგი. საოცრად გამომდის. ეხლა აქედან. დიახ, ასე უნდა. კიდევ ერთი ნახტომი და ფრთხილად მარცხნივ. ცოტა ტურბო უნდა ჩავრთო, რომ არ ჩავარდე და წინ გავაგრძელო. დიახ. კარგი. ფრთხილად რომ არ ჩავარდე სიცარიელეში. უკვე თითქმის მთელ ტურბოს ხარჯავ. ასე რომ ცოტა უფრო ეკონომიური უნდა ვიყო. რადგან ბოლოს სწორ მონაკვეთს ვუახლოვდები და მგონია რომ დამჭირდება. წავედით ახლა. ეს კილები ვერ შემაჩერებენ. კი. არა. კარგი, ამ ცეცხლთან ფრთხილად უნდა ვიყო. უნდა დავაჩქარო. და ასე გადავხდეტე. შესანიშნავია. და აქ სწრაფი უნდა ვიყო. თუ არა და მოტოციკლი ამ ხვრელებში ჩავარდება. ასე რომ თითოეულ ხვრელში გარკვეული სიჩქარით უნდა გავიარო. ასე. სანამ არ გამომივა. ბოლო რემპაზე ასვლა. და აი აქ ვარ, ნაკლს. როგორ მოგეწონა ჩემი მოტოციკლის მართვა? სონიკ, აღფრთოვანებული ვარ, ეს საოცარი იყო. უდავოდ იმსახურებ 10000-იანი დონის მოტოციკლს. ასე რომ გააგრძელე. გამოიყენე ჩემი და გახსენი მოტოციკლის ახალი დონე. დიდი მადლობა მეგობარო ნაკლს. დროა მივიღო ჩემი ჰიპერსონიკ მოტოციკლი 10000-იანი დონიდან. დიახ. ნახე, რა მაგარი ჰიპერსონიკ მოტოციკლია ნაკლს. რას ფიქრობ? ამით შადოუსთან წასვლა შემიძლია რომ დამეხმაროს 100000-მდე დონეზე ასვლაში. ასე რომ მოითმინე მეგობარო, ყველაფერს ვცდი. ამ მაგარი ჰიპერ მოტოციკლით კი, ნამდვილად. კარგი, უკვე აქ ვარ. შადოუ, რას აპირება უცნაურ ადგილას? გამარჯობა, სონიკ. გინდა 10000-იანი დონის მოტოციკლი, რომ შეებრძოლო შინ სონიკს? მაშინ მოგიწევს ყველაზე რთული გამოცდის გადალახვა. საშიში წისქვილების ტრასა.
თუ შეძლებ ამ ტრასის გავლას ისე, რომ შენი მოტოციკლი წისქვილების დარტყმებით არ გათხდეს, მაშინ ღირსი იქნები, რომ მიიღო ჩემი 100,000-იანი დონის მოტოციკლი. ეს უდავოდ ძალიან რთული გამოწვევაა, მაგრამ თუ ვინმე შეუძლია ამის გაკეთება, ეს მესმე ვარ. წავედი. ზადიღავით წისქვილებო. დიახ. კარგი, პირველი დარტყმა მივიღე, მაგრამ აქედან კიდევ შემიძლია თავის არიდება. წავედით. იქნება აქედან. და მე აქედან კიდევ ერთ ავიცილებ. კარგი. იმ მხრიდან დამარტყა. ეს უფრო რთულია, ვიდრე ჩანს. ძალიან ბევრი წისქვილია. შეიძლება თუ მოტოციკლს მაქსიმალურად ავაჩქარებ და ტურბოს ჩავთავ. შევძლებ. არა, მამა, დედა. აწყვეტენ დარტყმას. შემიძლია ამის გაკეთება. წავედით. არა, აქედან. არა, ჯანდაბა, შეუძლებელს გავს. იქნება აქედან მოვიდე. ამ ხრიდან შევბრუნდები. მოვდივარ. და ძალიან ბევრ დარტყმას ვიღებ. ძალიან რთულია წისქვილის ფრთების აცილება, მაგრამ არ არის საჭირო მათი აცილება. უბრალოდ უნდა გაუძლომათ. წყეულები იყავით. კარგი, ვისარგებლებ შემთხვევით და ამ ხრიდან სისწრაფით შევიჭრები. დიახ, ეს 10,000-იანი დონის მოტოციკლი ყველაფერს გაუძლებს, რაც არ უნდა დაადო. და ამას დავამტკიცებ. ახლავე დავამტკიცებ. არა, უკან დამაგდო. ეს არ მომწონს. კარგი, ისევ აქედან გავიყვან. ერთ მხარეს ტრიალებ, მერე მეორეზე. და აქედანაც წავედით. რა დარტყმაა, ჯანდაბა. მიდი, დიახ, დავეშვები. და აქედან იდეალურად გამოვა. ერთ მხარეს ტრიალებ, მერე მეორეზე. და არ ვნებდები. ეხლა ზემოდან გავივლი. დიახ. წავედით. მხოლოდ რამდენიმე წისქვილის ფრთას უნდა ავუარო გვერდი. და აქედან მოვდივარ. მერე აქედან. ეხლა ამ მხარეს ტრიალებს საოცარი მართვით. ყველა ფრთას ვუვლი გვერდს. როგორც ჩანს, შეხედე ამას, შადოუ. ყველა მათ უკან მოვიტოვე. ასე რომ ვფიქრობ, შეგვიძლია თქვათ, რომ გაგამოცდა წარმატებით ჩავაბარე და იმ 100,000-იანი დონის მოტოციკლს ნამდვილად ვიმსახურებ. დიახ. სონიკ, ეს უბრალოდ საოცარი იყო. უნდა მოგილოცო, რადგან ჩემი საბოლოო გამოცდა წარმატებით ჩააბარე. ეხლა შენ გაქვს ჩემი 100,000-იანი დონის მოტოციკლი. შეერთე ისინი და წადი, მოიგე ეს რბოლა. და ზუსტად ამას გავაკეთებ, მეგობარო. მოემზადე, რომ ნახო ჰიპერსონიკის 100,000-იანი დონის მოტოციკლი. დიახ, ნახე, რა მაგარი 100,000-იანი დონის მოტოციკლია, შადოუ. დიახ. ეხლა დიდი რაღაცების გაკეთებას შევძლებ. ოქროსფერია და ჰიპერსონიკის ელემენტებიც აქვს, თუმცა ცოტა. მაგრამ ეს საკმარისია რბოლის მოსაგებად. ასე რომ მივდივარ. ალბათ უკვე იწყება, ამიტომ დაგვიანება არ შეიძლება. და ბოლოს აქ ვარ, დანიშნულ დღეს, დანიშნულ დროს. მზად ვარ, რომ გადავარჩინო მსოფლიო ჰიპერშინსონიკის სულელური კლანჯებისგან. კარგი. ყველას მოგესალმებით გადამწყვეტ რბოლაში, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს. ერთ მხარეს ჰიპერშინსონიკი თავისი 999,000-იანი დონის მოტოციკლით, ხოლო მეორე მხარეს ჰიპერსონიკი თავისი 100,000-იანი დონის მოტოციკლით. ვაღიარებ, რომ დიდი ცვლილება განიცადე. შენი მოტოციკლი საოცარია, მაგრამ მაინც ძალიან შორსაა ჩემისგან. ზერო. მართალია, ჩემი მოტოციკლი მხოლოდ 100,000-იანი დონისაა, მაგრამ როგორმე უნდა აუწიო დონის მატება რბოლის დროს, რომ გავიმარჯვო. კარგი კონკურენტებო, როგორც არ უნდა იყოს, დროა დავიწყოთ. დაიწყოს რბოლა 3-დან, 2-დან, 1, წინ. ნახვამდის ბრინგადო, ბევრად ადრე დავაჩქარე ვიდრე შენ. ეს მოტოციკლი ბევრად უკეთესია ვიდრე შენი და ამ რბოლას მოვიგებ, რომ შენ დაგამარცხო. ფულს კი მსოფლიოს დასამორჩიებლად გამოვიყენებ. დიახ, ეს იქნება ჰიპერშინსონიკის გამარჯვება. ჯანდაბა, ისევ დაგვიანებით გამოვედი, მაგრამ ეს 100,000-იანი დონის მოტოციკლი მგონია, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეიძლება მილიონიანი დონის მოტოციკლოდადაც კი განვითარდეს. მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს. ისე სწრაფად მივდივარ, რომ ვეჯახები და ცოტათი კონტროლს ვკარგავ, მაგრამ თუ ყველაფერს არ გამოვიყენებ, რაც მაქვს, ამ რბოლაში მოგების შანსი არ მექნება და ვერ გადავარჩენ სამყაროს. სხვა გზა არ მაქვს, ტურბოს მაქსიმალურად გამოვიყენებ. უსასრულო სიჩქარე, წავედით! არა, კონტროლს ვკარგავ. არა, ტრასიდან გადავედი, ჯანდაბა. და მგონია, რომ ზღვაში ჩავიძირები.
ო, ჯანდაბა, აბა იმუშავე მოტო. ო, დავიხჩობი. და მოტოციკლეტი თითქმის აღარ მუშაობს. არანაირი შანსი არაა, რომ ეს გადავარჩინო. აქ დავიხჩობი და მოვკვდები. შინი სონიკი მსოფლიოს გააკონტროლებს და ერთი წუთით, ის რაც იქაა, არ შეიძლება. მოტოციკლეტს ავიღებ და იმ ნათებამდე მივიყვან. ის ნათება არის? ო, ღმერთო ჩემო. ქაოსის მთავარი ზურმუხტი. ეს არის ყველაზე ამოუწურავი ენერგიის ცხარო მთელ მსოფლიოში. თუ არსებობს გზა, რომ ეს მოტოციკლი მიაღწიოს მილიონიან დონეს, ეს გზა გადის მთავარ ზურმუხტზე. ასე რომ გთხოვ, მომეცი შენი ძალა და დამეხმარე, რომ გადავარჩინო მსოფლიო. ო, ღმერთო ჩემო, ეს არის მილიონიან დონეზე ასული მოტოციკლი, რომელიც წყალქვეშ მუშაობს. და არა მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, მას ფრენაც შეუძლია. ტროა უფრინდეთ ზემოთ გაჩერების გარეშე. და დაუბრუნდეთ ტრასაზე, რათა მოვიგოთ რბოლა, რომელიც შეიძლება გადაარჩინოს მსოფლიო. მოვდივარ ჰიპერშინსონიკო, მოემზადე. ახლა ხან ჩამოვიდა ჰიპერსონიკოს ნამდვილი მოტოციკლი, მილიონი დონის. დიახ, საოცარი მოხვევებითა და დრიფტებით. და სიჩქარე, რომელიც არასდროს გინახავს. ეს არის მაქსიმალური დონის მოტოციკლი, რომელმაც ახლა ხან გაგასწრო. ჰიპერშინსონიკო. ეს არის საბოლოო მოტოციკლი, რომელსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. ეს არის საბოლოო მოტოციკლი, რომელიც შენს დამარცხებას აპირებს. წავედით. დიახ, წარმოუდგენელი მოხვევებით, წარმოუდგენელი სიჩქარით და ტურბოთი, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები ვერასდროს დაეწევიან. ჩვენ საუბრობთ საბოლოო მოტოციკლზე, ასე რომ ბოდიში, მაგრამ ეს სასიკვდილო რბოლა მგონია, რომ აშკარა გამარჯვებული და აშკარა დამარცხებული ხავს. და როგორც მე ვმართავ ამ მილიონი დონის მოტოციკლს, აშკარაა ვინ არის. ო, დიახ. ასე რომ გააგრძელე. და ერთი წუთით, როგორც ჩანს, ჩემი ფორმაც გაუმჯობეს და მეც კი ავედი მილიონი დონის ფორმაზე. ბოდიში ჰიპერშინსონიკი. მაგრამ შენ გინდოდა სასიკვდილო რბოლა და სწორედ ეს მოგეცით. და მე არასდროს შევწდები, მით უმეტეს, როცა მთელი მსოფლიოს ბედიც ხდება. ჰიპერსონიკი არის ის, ვინც ამ რბოლას მოიგებს. მაქსიმალური ტურბოთი ვაჩქარე ბოლოს სწორზე. დიახ. კარგი, მგონი გამარჯვებული გყავს. და ამ ჰიპერსონიკის ახალ ფორმით შენ სულელურ მოტოციკლს მოგაშორებ. დიახ, სულელო, მე სროლერაც გინდა. ეხლა მე მილიონი დონის ვარ. შეთანხმება დავდეთ. მოდი აქ, სულელო. შეთანხმება იყო, რომ ეს სიკვდილის რბოლა იყო. ასე რომ მიიღე შეთანხმება. და შენი სულელი მოტოციკლიც წაიყვანე შენთან ერთად. ეხლა დოქტორ ეგმენი რა ხდება? მომცემ ჩემს საპრიზო ფულს. რა თქმა უნდა, სონიკ, ეს ყველაფერი შენთვისაა. მთელი ფული შენია. მაგრამ რას აპირებ მილიონი დოლარით მარტო შენთვის? იარაღებს და მონებსაც იყიდი. არა, ძვირფასო, მომეცი ფული, წავიღო. უკვე ყველაფერი მაქვს ჩემს მილიონიანი დონის მოტოციკლზე. ამ ფულით იმას გავაკეთებ, რომ მათ მივცემ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ეს მთელი ფული მათთვისაა, ვინც ღარიბია და ვერაფერს ყიდულობს. ეს არ არის იარაღების საყიდლად ან ბოროტების გასაკეთებლად. ეს ფული სიკეთისთვისაა, რადგან მე ჰიპერსონიკი ვარ და მაქვს მილიონიანი დონის მოტოციკლი. დიახ.